მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიშვილი გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია ქართული ოცნების თავმჯდომარე თბილისის საკრებულოში და ჩვენი მეგობარი ოთარ გრიგოლია. დღეს ცოტა განსხვავებულ ფორმატში შემოგთავაზებთ. დღეს ჩვენ განვიხილავთ რაღაც ნიუსებს, კონკრეტულად წინა კვირის ნიუსებს, რაც მოხდა და რაღაცნაირად კომენტარს გავაკეთებთ. პირველ რიგში მოდი იმით დავიწყოთ ევთო ოდირის განცხადებით. მოკლედ, არ ვიცი შენ უყურებ თუ არა ოპოზიციურ არხებს, მაგრამ თუ გადართავ, აბსოლუტურად სხვანაირი ინტერპრეტაცია. იქ წერია ამბობენ, რომ მოკლედ ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთ. ეს ტელეპიროს რო გადართავ, ეგრე მოგეწოდება ეს ინფორმაცია. ზოგადად რა ხდება მაგასთან მიმართებაში, რა, იმიტომ რომ ბევრი არის გაურკვევლობაში. ხო და მართლა ისეთი დასკვნები იყო, რომ მეორეც უნდა ჩავატაროთ თუ არ იყო ეგეთი დასკვნები? თქო უნდა ეგეთი დასკვნა არ იყო, იმიტომ რომ როგორი რამე ეცე არ ერიდება ევთო ოდირს თუ დასკვნა და საწერია ისეთი, რომელიც ითვალისწინებს ხელახალ არჩევნებს და ლეგიტიმაციის პრობლემას გება, მაგასაც წერენ ხოლმე და ნუ არაერთი დასკვნა არსებობს ბელორუსზე, რუსეთზე, რა ვიცი, მათ შორის აზერბაიჯანზეც ამ ძიმე დასკვნები. ჩვენი დასკვნა იდეაში არ აქვს განსხვავდებოდა წინა დასკვნებისგან, არსებითად იმ ძირითად ბრალდებებზე, რაც ქონდა აქცენტი დაკეთებული ოპოზიციას, ნათქვამია, რომ ნუ პრაქტიკულად არ არის გამოხვილებული ყურადღება, ხო, რა იყო ეს გაჟონვის საკითხი, სიების საკითხი, საუბარი იყო იმაზე, რომ რაც 300,000 ადამიანი სომხური კარუსელი დაატრიალეს და ნუ აბსოლუტურია არასერიოზული განცხადებები რაც იყო, ნუ ამ ყველაფერზე პრაქტიკულად არ არის გამოხვილებული ყურადღება და ძირითადი ყურადღება გამოხვილებულია იმაზე, რომ სადღაც ვიღაცამ თქვა, რომ ვიღაცა დააშინეს და ეს დაშინების ფონი იყო პოლარიზაცია და ასე შემდეგ. ანუ როგორი რამე ეცეთ არავის არ შეუძლია დაადგინოს რამდენი ადამიანი დააშინეს თუ არა, როგორ უნდა გამოიძიოს ყველაფერი, ვინ დაადგინა რომ დააშინეს. გამოიძიეს. ვამბობ რომ დამაშინეს. მე რაღაც ხონდა იყოს, რომ ჩემი თქმა რაღაცა დაკისებულებად თუ უბრალოდ ეს თქმა არის საკმარისი იმისთვის, რომ დაკისებულებად ჩაითვალოს. ანუ რაღაც ალბათ უნდა იყოს გარკვეული რაოდენობა ადამიანების, ვინც დაშინდა, ხო? შეუძლებელია ეგეთი რაღაც გამოძიება და ეგეთი რაღაცის დადგენა საერთოდ. მე მგონია რომ ამ ნაწილშიც ევთო ოდირის დასკვნა, ანუ რა ვიცი, აი უბრალოდ ეს იყო, რომ სულ არაფერი არ ჩაწერას, ალბათ ეს ჩაწერეს, იმიტომ რომ ამაზე საუბრობდა ოპოზიცია და ასეთ ფონი იყო. წინა საარჩევნო პერიოდი, არჩევნების წინა პერიოდი იყო 7 და საუბარი არის კიდევ იმაზე, რომ ნუ ამ დავების განხილვის მექანიზმი არ იყო საკმარისად გამართული. დანარჩენ, ანუ არსებითად ამის იქეთ მე დაკითხული მაქვს ეს დასკვნა, ამის იქეთ არ მედის და თუ რამეზე არის საუბარი იმაზე, რომ ნუ არსებობს განცხადებები, არსებობს პოზიციები ოპოზიციაში, მათ შორის და ნუ აი ვიღაცები ამას ლაპარაკობენ. აი ამის იქეთ აღარ მედის დასკვნა. და ძალიან მნიშვნელოვანი რა არის კიდე ერთი, რომ მათ შორის ნათქვამია, რომ პოლარიზებულია გარემო, მაგრამ ეს პოლარიზებული გარემო მხოლოდ სახელმწიფოს არ მიემართება, იმიტომ რომ მედიაზე აქვს საუბარი და მედია ორივე მხარეს არის და ოპოზიციური მედია უფრო მეტია პირდაპირ ეს დავთვალოთ რაოდენობრივად, ხო? ისი რა არის აი სად ისე კარგად იყო საქმე, როგორც მაგალითად ქართული ოცნება ამბობს, აი მაგალითად პრემიერი ამბობს, რომ ევთო ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფლებელი და კონკურენტული. ანუ ნახე რო შევაჯამ და იქნებოდა დადებითიც და ალბათ უარყოფითიც რა, ხო, რაღაცა ნაწილში. ხო. ეს უარყოფითი ნაწილი არის იმის საფუძველი, რომ რაღაცა მეორე ჩატარდეს არჩევნები. რა თქმა უნდა, არა, ნუ ეს აბსურდია ამაზე საუბარი, ხო, ვინც წაიკითხავს ქართული ვერსიას დაიდება ალბათ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ინგლისურ ვერსიაში მის განხილვაში, რა თქმა უნდა, კრიტიკული ნაწილებიც არის, მაგრამ ეს კრიტიკული ნაწილები ვერაფრით ვერ გადაფარავს და ვერ იქნება საპირწონე იმ სხვაობის, რომელიც ქართულმა ოცნებამ დადო სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, ხო? და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის, ანუ რაზეც საუბრობდა ოპოზიცია, რაზე ლაპარაკობდა ოპოზიცია, ხო? ეს იყო გაჟონვა და კონფიდენციალობის დაზღვევა, ეს იყო 300,000 გაყალბებული ხმები თუ 400,000 გაყალბებული ხმა და ეს იყო სიების საკითხი. აქ სიების საკითხი სხვადასხვაურეს ან პოზიტიურ კონტექსტშია მოხსენიებული, რომ აუდიტი ჩატარდა ამ სიის და ნუ შეუძლებელია რომ მოკლედ ეს სიები რაც იყო იმის გაყალბება და ნუ რომ ადამიანები გადიან რამდენიმე ეტაპს სანამ ის იდენტიფიცირება მოხდა. მოკლედ ეს ნაწილი არჩევნების დღე მათ შორის შეფასებულია საკმაოდ პოზიტიურად. ნუ ერთადერთი რაზეც შეიძლება საუბარი რომ
კრიტიკული, ერთადერთი კი არა, რამდენიმე ნაწილიც არის კრიტიკული, ერთი მთავარი არის ის, რომ პოლარიზებულია გარემო, მეორე და მნიშვნელოვანი არის ის, რომ იყო დაშინება, რომელსაც ვერაფრით ვერ დაასაბუთებენ, ფიზიკურად შეუძლებელი ამის გაკეთება, ეს არის და ესენი ეყრდნობიან იმ მედიებს და ოპოზიციურ განწყობილ პოლიტიკოსებს, რომლებიც და მათ შორის ალბათ CSK-ს თანამშრომლებს, რომლებიც ამას საუბრობდნენ, ამას არ ასაბუთებდნენ და მესამე იყო არჩევნების შემდგომი განხილვის მექანიზმი, ანუ გასაჩივრების მექანიზმთან დაკავშირებით პრობლემები. ამის იქეთ ეს დასკვნა არ მიდის, არსებითად რაღაცა შეიძლება კრიტიკული კიდევ იყოს, მაგრამ არსებითად ამის იქეთ არ მიდის და ეხა მაყურებელმა გადაწყვიტოს, ეხა აი ეს არის თუ არა საკმარისპირობა, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს, რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ წინა არჩევნებზე დაახლოებით იგივე იყო ნათქვამი, იმის წინაზე დაახლოებით იგივე იყო ნათქვამი და ამაზე ბევრად კრიტიკული შენიშვნების და კრიტიკაც მოგვისმენია, უბრალოდ გვინახავს დასკვნები და მთავარი რაც არის ამერიკის შეერთებული შტატების ესე იგი დასკვნას რო კითხულობს პარლამენტის თავმჯდომარე, უარეს რაღაცები წერია იქ. ისა ჟურნალისტების დაშინება წერია, გაცილებით ისეთი უხეში დარღვევებია. მაგრამ აქ ერთი ისეთი მომენტია რა, არის თუ არა აი ყოველთვის ესე ჩანს ხოლმე, რომ რაღაცნაირად სტრატეგიული კომუნიკაციები რაღაცნაირად ჩავარდნილია და რა გაგებით ვამბობ რა, რომ იქ დეზინფორმაცია თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია ეს ერთია, მაგრამ ხო შეიძლება რაღაცნაირად ფორმატი გამოინახოს, რომ რაღაცა დასკვნები საზოგადოება მიიღოს რაღაც ნეიტრალურად, რაღაცნაირად ისე, რომ ფართო განხილვის საგანი იყოს. ნუკრე, აი მე ნახე როგორი მე მინდა ეხლა უბრალოდ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, ამ კითხვას მოსდევს ის როგორი რა პროცესები მიმდინარეობს ახლა, ხო? ეხლა მიმდინარეობს პროცესი ქართველების გაყოფის. ხო. რომელიც საქართველოსთან არ არის ყველაფერი წამოწყებული, ეს არის უცხო გავლენების მხრიდან, გავლენის ჯგუფების მხრიდან წამოწყებული პროცესი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების დაყოფას, მათ შორის კახელების და უშუალოდ რაღაცა ქირურგების მარშებად და გურულების მარშებად და არ ვიცი კიდე პროქტოლოგების მარშებად და ეს დაყოფები და ეს რაღაც მიკროიდენტობები კიდევ უფრო შინით დაყოფებს და კიდევ უფრო შინით პრობლემებს იწვევს. მაგალითად, წარმოუდგენლად მიმეჩნია, რა ვიცი, გურულების და კახელების და რა ვიცი, რაჭველების მარშების მოწყობა საქართველოში მე ვფიქრობ და მეგრელების და ამ შემდეგ, რომ ამას არაფრის კარგის მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის არ შეუძლია. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული უახლოეს ისტორიის ბოლო პერიოდში ცოტა მძიმე პროცესები გავლილი ამ კუთხურობებთან დაკავშირებით და ჩვენი ეთნონაციონალისტური რიტორიკა ხშირ შემთხვევაში იყო მტრული გარკვეული ჯგუფების მიმართ, ქართველი საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ჯგუფების მიმართ და ამ რაღაცა წარსულის აჩრდილებთან ეხლა ჭიდაობა მე ვფიქრობ, რომ კარგის არაფრის მომტანი არ არის და მეორე ეს დაყოფა საზოგადოების კიდევ უფრო მეტ განსხვავებულობას გვანახებს, რომ იცი რა, შენ გურული ხარ რა და მე მეგრელი ვარ და მე შეიძლება რაღაც ეტაპზე კიდე სხვა ტიპი ვარ, გაიგე? ანუ აი ეს დაყოფები კიდევ უფრო კარგად ვლინდება ქართული ოცნების ამომრჩეველსა და ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს შორის, ხო? ანუ დღეს საკითხი ესე დგას, რომ ან ქართული ოცნების მომხრე ხარ, ან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მომხრე ხარ. ეხლა ის რო არ გამოგივიდეს ერთით იგივე პოზიციაზე გეთახმები, მაგრამ მოდი შევცდები იმათი ადვოკატი ვიყო. აბა. პირველი, ნუ ის რომ შენახსენე რომ ეხლა ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერები. იქ ეხლა სტატუსები კოლექტიური ნაცმოძრაობის ხო? ხო, იქ სტატუსები რაც ხდება. იქ არის ძირითადად ის რომ ჩვენ არა ვართ რა, არც ერთის და ჩვენ ვართ სხვა. ჩვენ საზოგადოება რა, ეგრე პოზიციონირებენ. ხო ესეა, ყველა სტატუსზე მაგაზე ამახვილება ყურადღებას თუ ძალიან ნაცი არ არის ადამიანი. იქ ხელოვანიც იქ ყველა მაგაზე არის ძირითადად გამახვილება. ანუ აქციის მონაწილეებზე ხო, აქციის მონაწილეებზე. აი მაგალითად ხელოვანების მარში. ხელოვანებს აი არა ვარ რა, არც ნაცი და არც რა სიტყავს ხელოვანების მარში? აი ცოტა მე გამეჭირდება მაგის თქვა, მაგრამ ნუ ვითხოვ რომ აი ევროპისკენ რო არ მივდივართ რა, ეგეთი წარმოდგენა აქვს. ანუ ნახე, აქ არის მე უკვე ჩემთვის პრობლემა რა. ესე იგი რაღაცნაირად კომუნიკაციური პრობლემა არსებობს, ხო ეგრეა. რომ შენ, როდესაც ამდენი ადამიანი მინიმუმ გაურკვევლობაში თუ მარე,
თუ არ ფარისევლოს და მართლა გაურკვევლობაში და მართლა ისე გაიგო, როგორც გაიგო. მაშინ კომუნიკაციის ჩავარდნასთან აქვს საქმე. მაშინ ხო არ ჯობია რაღაცნაირად უნივერსიტეტები გახდეს ღია სივრცეები, სადაც პოლიტიკოსები მივლიენ, სტუდენტებს დაელაპარაკებიან. ხო არ ჯობია რაღაც ღია სივრცეები შეიქმნა, სადაც манипуляციის საშუალებას აღარ მიცემ TV პირველს და ფორმულას და ასე შემდეგ. ნახე, ანუ ჩვენ საზოგადოებაში სამწუხაროდ ჩადებული ძალიან სერიოზული ნაღმი. აი როგორც აღნიშნე, დაკენსელების კულტურა, ვოუკიზმი, დაკენსელების კულტურა და ნუ უარყოფა, მორალიზმი. ან ვიღაც დავუშვათ რაღაცა დაწერე, ხო, შენ დაწერე სტატუსი, ან თქვი მოსაზრება თქვი შენი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შემოდის ვიღაცა, არ ვიცი, მოქალაქე X-ი და გეუბნება, რომ იცი რა, შენი პოზიციის გამო გწვენოდეს. კი ბატონო, მწვენოდეს, მაგრამ რა პოზიციის გამო, რატომ რაში მაკრიტიკებთ? არაფერი, მე უკვე ჩემთვის ყველაფერი ცხადია. ანუ ეს არის, ნახე, ეს კი არ არის კონკრეტული ადამიანის ინფანტილიზმი. ეს არის არსებული მიმართება, დავალება, უბრალოდ გარედან მართული პროცესია. აქედან რა ხდება? და აი გეტყვი ახლავე, რომ საერთოდ არ გაიკარონ განსხვავებული აზრი, რომელიც არ არის ის მოსაზრება კიდევ ერთხელ რომელიც დაშვებულია იმ ჯგუფში, რომელიც მართავს ამ აქციის დრამატურგიას. მაგალითად, თუ შენ ამბობ, რომ არჩევნები შენი აზრით არ გაყალბებულა, ანუ შენ ავტომატურად ამოვარდნილი ხარ და მათთან დისკუსიას ვერ აწარმოებ, იმიტომ რომ არ მიგიღებენ. ანუ ვერ იტყვის სიტყვა, ვერ კომუნიკაციაში არ შემოვლენ, ინტერაქცია არ შედგება. ვიღაცასთან არ შედგება, იმასთან, ვინც უბრალოდ ბრმად გაყო, იმასთან შედგება სამაგიეროდ. ანუ შენი გამოცდილება მაინტერესებს, შენ ბოლო პერიოდში გამოცდილება, ამ დაძაბულობის ამ პერიოდზე გეუბნები, შეიძლება რაღაც ეტაპზე ხვალბაც ეგ მოხდეს, რაღაც განტვირთვის და გადატვირთვის მომენტი, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ქონია ისეთ ადამიანებთან ღია დისკუსია, რომელიც სადაც გამოკვეთილი პოზიცია აქციებზე დგას, მათ შორის დამკენსელებელია და რაღაც თემაზე სერიოზული დისკუსია წარგიმართავთ. ისეთ სახეებთან არა, მაგრამ აი მეორად სახეებთან, ახალგაზრდა ბიჭებთან, გოგოებთან კი. და ანუ მოყვებიან ლაპარაკში. ზრა მათი წარმოდგენა არის დაახლოებით ესეთი, რომ აი ევროპას წყვეტს და რუსეთი შემოდის. ხო და ის განცხადება ხა მე მესმის თან რა ვერ გაიგეს, კარგად მესმის რა ვერ გაიგეს. ეს მოლაპარაკებების არ გახსნა. აღიქვეს როგორც იმათ რომ აღარ მივიდივართ მოლაპარაკებებს არ გახსნა კი არა. ნახე, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ აყვანილი ძევლებად და აი ეს ეტაპები მოლაპარაკებამდე მისული და ევროკავშირში გაწევრიებამდე მისასვლელი ყველა ეტაპი გამოყენებულია ჩვენს წინააღმდეგ როგორც შანტაჟის მექანიზმი, რომ იმუშაონ არსებული ხელისუფლების ასე ვთქვათ დელეგიტიმაციისთვის ერთი მხრივ და მეორე მხრივ იმისთვის, რომ განწყობები გააუარესონ მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ. ხო ხდები შენ რაც თქვი, ეს მოითხოვს რაღაც შვიდგარემოს, ეს მოითხოვს ტერმინების ცოდნას, ეს მოითხოვს პროცესების ცოდნას და ტიპი ლოზუნგით რომ ისე რა ქვია ევროპას წყვეტენ და რუსეთში შევდივართ. ეს უფრო იმუშავებს ვიდრე ესეთი ისა, ხო? ახსნა. ამიტომ უშუალო კომუნიკაცია დაამყარო, ამისთვის გჭირდება სტრატეგიული კომუნიკაციები კონდეს გამართული გარკვეულ. ნახე, ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ მე და შენ, დღეს მე რო შენთან მოვედი, შენ დამიძახე. მე ჩემ მიზანი რა არის, რომ მე ველაპარაკო იმ ადამიანებს, რომლებიც დაუშვათ შენს ბლოგს უყურებენ, პირობითად შეიძლება შემთხვევით ნახონ და გაიგონ განსხვავებული პოზიცია. მიზანი ჩვენი, ანუ ის რომ არ ელაპარაკება, რა მე პრემიერ-მინისტრი ყოველ მეორე დღეს ბრიფინგს მართავს და ნახე, როგორი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მესმოდეს, რომ სიმარტივეში ხშირად არის ხოლმე ხაფანგი. ანუ თუ შენ გეუბნებიან, რომ აი ჩვენ არ გვიღებენ ევროკავშირში იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრმა რაღაც განცხადება გააკეთა და ამას მე გიდასტურებს ვიღაცა ევროკავშირიდან, ანუ იმდენად მარტივი სქემა, რომ აქ დამარხული არის რაღაცა ვირისთავი. ანუ სადღაც არის პრობლემა, იმიტომ რომ ესეთი მარტივი არ შეიძლება იყოს ესეთი კომპლექსური პროცესი, ხო? რომ აი ქართული ოცნებას უცებ ერთ ჩვენიან დღეს გაიღვიძა და ევროინტეგრაცია აღარ მოუნდა, ხო? როცა მთელი ეს პერიოდი ჩვენ არა გაქვს ხუთოსანი იყო. რამდენ ადამიანს ჯერა ეგრე. ხო, ნახე, თემა ეგ არის. ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო რთულია, ნახე, მისატანად მოქალაქეებთან.
ჩვენი პოზიცია საბოლოო ჯამში რა არის? ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომ ჩვენ იმის გამო, რომ არ ვიყავით ყურმოჭრელი, მორჩილები, გარკვეული ძალების და არ მივიღეთ ის მონაწილეობა ამ გახურებულ პროცესში, რაც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში, ანუ საუბარია რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და აქ ჩვენი როლი არ იყო ისეთი აგრესიული, როგორცაც ამას ელოდნენ, ამის გამო ჩვენ ცდილობენ ჩვენს, ასე ვთქვათ, დაკენსელებას, გლობალურ დაკენსელებას. ანუ დაკენსელება რას ნიშნავს, რომ ის გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ ეს ხელისუფლება ამის გამო ამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია მოახდინონ და გადატრიალების მცდელობების ერთ რამეს გეტყვი. აი მაგალითად ორბანი ავიღოთ რა. ორბანი საჯარო გამოსვლებში ყოველთვის ახსენებს გეოპოლიტიკურ ცვლილებებს. ის ახსენებს იმ ლოგიკას, რატომაც ესე იგი ეს აკეთებს ესეთ პოლიტიკას, რატომაც დგავს მაგალითად ნაბიჯს რუსეთთან მიმართებაში, ესეც რატომაც დგავს უკრაინასთან მიმართებაში, ესეც და ის ხსნის ამ გეოპოლიტიკურ ლოგიკით. ჩვენთან ვაღიაროთ რაღაცები რა. მიდის რაღაცა პროცესები, შექმნეთ რაღაცა მეტაენა, აი რაფარული მოდი ალეგორიების ენა შევქმნით, მაგრამ ღიად არ ვამბობთ, რომ სოფლიო წესრიგი, ანუ უმაღლესი თანამდებობის პირები არ ამბობენ, რომ სოფლიო წესრიგი შეიცვალა. როგორ წარმოგიდგენია ეგ შე? როგორ წარმოგიდგენია, რომ ესე იგი ორბანი არის, ორბანის უნგრეთი არის ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრი. გაცილებით მეტი თავისუფლება აქვს მას თვით რეპრეზენტაციაში, ვიდრე საქართველოს, რომელსაც უყურებენ როგორც პერიფერიას და როგორც ევროპის დასალიერს. როგორ შეიძლება და მაგ ნაწილში ჩვენ რო ეს რიტორიკა ავირჩი პირობითად გეუბნები. რიტორიკაზე არ ვამბობ, მაგრამ არა აუცილებელი პრემიერ-მინისტრი იყოს. ვიღაცამ ხო უნდა აქვს რომელიღაც პოლიტიკოსმა ეს არა ექსპერტმა, არამედ პოლიტიკოსმა ხო უნდა თქვას, რომ აი ხალხო გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება, აგერ გვაქვს ეგზისტენციური გამოწვევა, ომი არის და ამ ომს რაღაცნაირად უნდა უშველოთ თავს, აგერ არის რაღაცა მოთხოვნები, რომელსაც ვერ დავაკმაყოფილებთ. ეს არის მის ანუ როგორ არის მის, ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ მაგას ვამბობთ. ჩვენ მაგას სასახათო ვამბობთ, რომ არის ომი და ამ ომში ჩვენი ჩათრევის ძალიან რეალური შანსი იყო. ჩვენ რომ ის პოლიტიკა გაგვეტარებინა, რასაც გთხოვდნენ, ანუ გაგვიგზავნა ამ შემთხვევაში მოხალისეები უკრაინაში, იარაღი გაგვიგზავნა, მე აგრესიული რიტორიკა გქონოდა ამ შემთხვევაში გახურებული პერიოდში, როდესაც რუსეთი და უკრაინა ომში და სანქციები დაგვეწესებინა. ხო, ნუ აი პრაქტიკულად ხო ომის რიტორიკაში გადავდიოდით და ომს ხო არაფერი აღარ უდგებოდა წინ, ხო? ანუ ჩათრეულები ვიქნებოდით ამ კონფლიქტში. და ამას ხო ვიძახით ღიად, რომ ჩვენ რეალურად პრაქტიკულად შეიძლება ეს პირდაპირ არ გეუბნებოდეს, რომ წადი და ავტომატია იღე და იომე. მაგრამ ამ მოქმედებების შედეგად ხო ომი გარდაუვალი იქნებოდა. ხო მაგას ჩვენ ვამბობთ. მაგას ვამბობთ. ხო, ანუ ამიტომ აქედან გამომდინარე ახლა ვერ დააბრალებს შენ ქართულ ოცნებას იმას, რომ არასაკმარისად როგორ ვთქვა, საკმარისად გასაგები არ იყო ის, რასაც ჩვენ საუბრობდით. მეგონი საკმარისად გასაგები იყო, იმიტომ რომ 54%-მა ეს დაიჯერა. დაიჯერა კი არა, დაინახა. არა, ნახე, იქ რომ შვიდობაზე იყო ორიენტაცია, ის მივხვდით, რაზეც იყო. წინასაარჩევნოდ ვამბობ. იქ გასაგები იყო, რაზეც იყო. მე სხვა რამეზე ვამბობ. მე იმაზე საუბრობ, რომ ის გეოპოლიტიკური არც პრინციპში აი რა იცვლება, შენ მითხარი, აბა და მე შემიძლია ან დაგეთანხმო, ან არ დაგეთანხმო. აი გამოვიდეს თქვას, რომ აი ჩინეთის ეგ შემოსვლა ცulis ამას და ამას და იქნეს უსაფრთხოებას, იმიტომ რომ რუსეთი არის დამოკიდებული ჩინეთზე, ჩინეთის შემოსვლით რაღაცების გარანტიები გვაქვს. ჩინეთის შემოსვლა ჩვენ პრაქტიკულად გვიქმნის უსაფრთხოებას პრაქტიკულად რუსების მხრიდან. ვინ თქვა ეს? ექსპერტებმა თქვეს. ხო. პოლიტიკოსებმა არ თქვეს. მაგაშია საქმე, რომ აი მე რა პრობლემა მაქვს, მაგას მე ხსნი, მაგრამ მე მეუბნებიან, რომ შენ რო ამბობ ეს შენი აზრია რა, ეგ არ არის მითხარი, აბა ვინ თქვა ეს ოცნებიდან. აქვს ესეთი პოზიცია ოცნებიდან. ეს აკლია მე რომ მე მესმის რომ პრემიერ-მინისტრი უმაღლესი მართველები ჩვენი ამას ესე ვერ იტყვიან. ეს მესმის იმ გასაგებია, მაგრამ არის ქვედა რგოლები, ხო? რომელსაც შეუძლია ეს გეოპოლიტიკური სხვადასხვა ბევრ ქვეყანაში ესეც ხდება რა, როდესაც ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს ეს. გასაგებია, მაგრამ ნახე ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა იმაზე საუბარი რომ ჩინეთის შემოსვლა ჩვენს დავუშვათ იგივე საპორტო ინფრასტრუქტურაში და პორტის ოპერირება ჩინური კომპანიების მხრიდან რომ გარკვეულწილად ახლა თავისთავად ცხადია რომ რუსეთის შემოკავებელი ერთ-ერთი ფაქტორი იქნება, რომ ჩინეთისთვის მიუღებელი იქნება
საქართველოს დესტაბილიზაციაში ჩართვა. მაგას გულისხმობს სავარაუდოდ, ხო? ხო. ხო, ანუ ეგ ლოგიკურია, ესე რომ მოხდება. არა, იქიდან ხარიც ხარ ამას ამბობს. ეუბნება ახალგაზრდებს, რომ ეგო რუსეთისთვის კეთდებაო. ამ ლოგიკას არა, ეხა გასაგებია, მარტივად რომ ვთქვათ მაშინ, კი ბატონო. ჩინეთი და რუსეთი არ უდრის ერთმანეთს და ჩინეთის ამ შემთხვევაში შემოსვლა, მსხვილი კაპიტალის, ჩინური მსხვილი კაპიტალის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად ამცირებს რუსული აგრესიის შანსებს. ესე ვთქვათ. კი ბატონო. ანუ ეს მე მგონია რომ იმდენად თავისთავად ცხადი რამეა, რომ შეიძლება მართალი ხარ, რომ ამას უფრო მეტად ჭირდება ახსნა, მაგრამ ის რომ ჩინეთის ამ რეგიონში შემოსვლა და ჩვენს ქვეყანაში კონკრეტულად ამ მსხვილი ინვესტიციებით და მათ შორის ამ პორტის ინფრასტრუქტურით მნიშვნელოვნად რომ ამცირებს რუსეთის აგრესიის შანსებს, ეს არის სასახად და ერთმნიშვნელოვნად საღი აზრი. უბრალოდ არ გაიჟღერა ეგ ოცნებიდან ამან. ამას ის გაიჟღერა საექსპერტო ჯგუფებიდან. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ეს საღი აზრია რა. ეს აქვს გეტყვი რა მნიშვნელობაც. ანუ ბევრი დღეს არის სოფლიო წესრიგი აღარ არსებობს ის რაც იყო, ხო? დაინგრა. და დღეს ორიენტირება აღარ არსებობს. არ იცის ახლა აი სტუდენტის იმ ადამიანი რომელიც დგას აღარ იცის რას დაეყრდნოს. ის რაც ძველი არის, მას ენგრევა თვალწინ და მესმის რომ ამას ვერ ხედავს ოღონდ. ხო, ვერ ხედავს. შეიძლება არ უყურეს საერთაშორისო სიტუაციას. ისე ის ძველი სამყარო გონია, ეგრე გონია რა, მაგას რომ ეხლა რუსეთი დროებით ესე რაღაც წამოდგა და ისე წააქცევენ. ესე შეიძლება ესე გონია ამას და ეხლა ჩვენ შანსებს ვმაზავთ იმით რომ ესე არ ვიქცევით ეგრე აგრესიულად არ ვიქცევით. რუსეთი ეხლა წააქცევენ თუ არა რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის საფრთხეა და ეხლა უნდა გადავირჩინოთ თავი, ხო? ეხლა რა მნიშვნელობა. ესეც რო იყოს, დროებითაც წამოდგა. მათი დამოკიდებულება აქაც აუხსნელია, მაგას გულე. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ნახე. გარკვეულწილად არის რაღაცა იდეა, ხო? რაღაცა იდეა საგარეო პოლიტიკური იდეა. ეს საგარეო პოლიტიკური იდეა აქამდე ცხადი იყო. ეს იყო ევროკავშირი. მაგრამ აი ამ სიტუაციაში შენ როდესაც აი მაგალითად ხელშეკრულება ევროკავშირთან. როდესაც არ აქვს შენ ეს გაშლი საზოგადოებაში. აი პირობითად ღვინის მოყვანა, ხო? ღვინის მოყვანა. იმისთვის რომ ქართველმა კომპანიამ ევროკავშირის შიგნით ღვინო აწარმოოს საჭიროა გადააგზავნოს მონაცემები, მე საფრანგეთში არის, იქ ლაბორატორიაში, იქიდან მიიღოს დასკვნა და ხოლმე ამ სტანდარტების დამაკმაყოფილების შემთხვევაში მას შეიძლება ღვინის ეგრე პროტექციონისტული მექანიზმია. და შენ არ უხსნით მოკლედ იმას არ არის გაშლილი, რელიგიურ დონეზეა ჯერ კიდევ დატოვებული, რომ რა ეკონომიკური სარგებელი და რა ეკონომიკური საფრთხე ჩდება ამ პროცესის დროს საქართველოში. მაგალითად აი აზერბაიჯანში ალიევმა რამოდენიმე წლის წინ 3 წელი დაჭირდა. მოიყვანა ეკონომისტები, ექსპერტო საზოგადოება მოიყვანა და დათვალეს რა სარგებელი შეიძლება მქონოდა ევროკავშირის შესვლით აზერბაიჯანს და დანაკარგი. და დასკვნა აჩვენა რომ უფრო მეტი ეკონომიკური დანაკარგი ექნებოდა ვიდრე პლუსი. ეს ალბათ მესმის, რასაც ამბობ. ხოლმე აზერბაიჯანის შემთხვევა კიდე განსხვავებული შემთხვევაა, იმიტომ რომ იქ ნავთობია რაღაც სხვადასხვა ფაქტორები. სხვა შეკითხვა, რაციონალიზაცია როდის უნდა დავიწყოთ, ანუ რელიგიური თემიდან რაციონალიზაცია როდის უნდა დავიწყოთ? ანუ ნახე, ეს რაციონალიზაციის საკითხი, ეხლა მარტივად რომ შენს მაყურებელს რო ავუხსნათ. ანუ სად ჩანს რომ ჩვენ ადამიანებს საერთოდ დაკარგული აქვთ რაციონალიზმი არა, საღი დამოკიდებულება საერთოდ ევროკავშირის როგორც ფენომენის მიმართ. საქართველოში ევროკავშირის ევროპარლამენტარები რომ ჩამოდიან, რომლებიც თავის ქვეყანაში არიან ნორმალურად ცნობილები, აქ ხვდებოდნენ როგორც წმინდანებს. ანუ ეს რაღაცა 50 ასკაციანი ჯგუფი რაღაცა ცდილობდა შეხებოდა ამ ხალხს, რაღაცა დერეფნები გაუხსნეს და sanctions მოკლედ ანუ სიგიჟე ხდებოდა, აბსოლუტურად აუხსნელი რაღაც ხდებოდა. ვინმეს გარედან რომ ენახა, დაუშვათ შენ რომ გენახა დაუშვათ ეს რაღაცა სადღაც მეოთხე, მეხუთე სამყაროს ქვეყანაში ჩასულ მისიონერებთან მიმართებაში, ნუ არ გაგიკვირდებოდა, მაგრამ საქართველოს რომელსაც აქ პრეტენზია რომ ევროკავშირის ქვეყანა გახდეს და ნუ ეს ადამიანები რომლებიც ევროკავშირის ნაწილად მიიჩნევენ თავს, ესე როცა იქცევიან, ეს არის აუხსნელი და გაუგებარი. ეს რა რისი მიზეზია, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? ეს გამოიწვია სრულმა იდეალიზაციამ
დასავლური კულტურის, დასავლური ცივილიზაციის, რა, არა მხოლოდ ევროკავშირის. როდესაც ადამიანებს გონიათ, რომ თუ რამე სიკეთე იქნება სამყაროში, ყველაფერი დასავლურია და თუ რაღაცა დემოკრატია და დაუშვათ არ ვიცი, ეკონომიკური განვითარება იქნება სიმდიდრე თუ რაღაცა, ყველაფერი დასავლეთ. დასავლეთ მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი ლოკომოტივია, მათ შორის დემოკრატიული ადამიანის უფლებების და ეკონომიკური განვითარების, მაგრამ დასავლეთით ცალსახად და ერთნიშნულად რაღაცა წმინდანების გაერთიანება არ არის, ხო? იქ არიან ქვეყნები, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები, ამ ბიუროკრატიას, რომელიც ევროკავშირის სახით არის ცნობილი, აქვს აბსოლუტურად კიდე განსხვავებული პოლიტიკები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან ხშირ შემთხვევაში ნაციონალურ პოლიტიკებთან, რომ ამ ბიუროკრატიაში არიან ადამიანები, რომლებიც არ მოქმედებენ ზოგადად ევროკავშირის ინტერესების სასარგებლოდ, რომ არსებობს გარკვეული ინტერესთა ჯგუფები არსებობენ, რომ არსებობს კორუფცია, რომ იგივე რაღაცა ადამიანური პრობლემები არსებობს, რაც შეიძლება შეხვდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ხო? და მიღება აპრიორი ევროკავშირის და ევროპის და ნებისმიერი სხვა ქვეყნის როგორც რაღაცა აბსოლუტური სიწმინდის არის სრული სისულელე და არასწორი გაგება საერთოდ სამყაროს შემეცნების სამყაროსთან მიმართება არის არასწორი მსგავსი. თავისთავად ცხადია ჩვენ მოგვიწევს იმის გააზრება რაღაც ეტაპზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად რაციონალურები და პრაგმატულები. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ ევროკავშირისკენ, თავისთავად ცხადია და მე მგონია, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი შანსები გვაქვს, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ და ბევრი სარგებელი მივიღოთ ამ გზაზე. მეორე მხრივ უნდა ხედავდეთ იმას, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც გარკვეული ტიპის ნაციონალური ინტერესები და ნაციონალური გამოწვევები. როგორც არის დავშვათ რუსეთი, როგორც არის ვაჭრობა ჩინეთთან, როგორც არის ჩვენი რეგიონალური კონტექსტი, სამხრეთი თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ამაზე სერიოზულ ლაპარაკს არ დავიწყებთ, მე დარწმუნებული ვარ, მე ჩემი განმოსახედიდან ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ამაზე ნაფიქრი აქვს, ამასთან დაკავშირებით გარკვეულ ეტაპზე დისკუსიასაც მართავს შინის ჯგუფში მაინც, ეს არის ქართული ოცნება. სხვა არც ერთ ჯგუფს ამაზე საერთოდ არანაირი საჯარო განცხადება არ აქვს გაკეთებული. ყველა გეტყვის, რომ ანუ ევროპაში მივდივართ მხოლოდ რა ვიცი, მივდივართ ევროპაში, დამთავრდა, ანუ ევროპაში რომ მიდიხარ, ან რა გინდა ევროპაში, ან უსაფრთხოების ნაწილი როგორ არის, ან ჩვენი რეგიონალური კონტექსტი რა იქნება, ჩვენი კონტრიბუცია რა იქნება, რას მივიღებთ, ამას მოქალაქეებს არ ელაპარაკებიან. ეუბნებიან, რომ ევროპა არის და დასავლეთის ცივილიზაცია არის ცალსახად სიკეთე და დანარჩენი ყველაფერი ბოროტება. ნუ ბუნებრივია ეს ხალხიც ამ დიქოტომიაშია, ვინც აქციაზე დგას და გონია, რომ დაუშვათ თუ ეხა ხვალ არ მიგვიღეს ევროკავშირში, აუცილებლად მოხვდებით ჯუნგლებში, ხო იცი ის ისტორია ალიევთან დაკავშირებით, ხო? ბორელთან რო ქონდა ურთი ის ლაპარაკი, ბორელს ეკითხება, ბორელი ეუბნება, რომ ევროკავშირი არის 64 და დანარჩენი მისი გარეთ არის ჯუნგლები. ხო, ნუ ბაღი თუ როგორც არის. და ნუ მაშინ ამან უთხრა, რომ თუ ჩვენ ჯუნგლები ვართო, მაშინ ჩვენთან თავი შორს დაიჭირეთო. ანუ ნახე, მათი წარმოდგენა ჩვენთან მიმართებაში შესაძლებელია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ევროპულ პოლიტიკოსებს საქართველოს რუკაზე არ იციან სად არის. არათუ ინტეგრაცია რუკაზე არ იციან სად არის და ისეთ ემოციურ ტექსტებს ლაპარაკობენ საქართველოს შესახებ, გული აგიჩუყდება და შეიძლება იტირო. მაგრამ რო სიღრმისეულად რო დაელაპარაკები, საერთოდ არ ადარდებთ, ეს მათი დღის წესრიგის ნაწილია, პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, იმიტომ რომ რაღაცა დაავალეს. მაგალითად მე ევროსაბჭოში ჩემს ერთ-ერთ კოლეგას, რომელიც ევროსაბჭოს კონგრესის წევრია, საქართველოს გამოვიდა ძალიან ცხარე ესეთი სერიოზული განცხადებებით და ყველეთ ნუ მეგონა რომ ალბათ მეთქი რეგიონს ძალიან სერიოზულად იცნობს, ნუ იცის რა არის, როგორც მინიმუმ ნამყოფია სადმე საქართველოს სომხეთში, აზერბაიჯანში. აი მხოლოდ ნამყოფი არ იყო საქართველოში და სომხეთში. მას ეგონა რომ საქართველოს შავ ზღვაზე გასასვლელი საერთოდ არ ქონდა. ამიტომ ჩვენ ცოტა მეტი პრაგმატულობა და ნაკლები აღფრთოვანება გვჭირდება, მე მგონი, როდესაც ამ თემებზე ვლაპარაკობთ და არ ვიცი თუ ეს პრობლემა შენ ხედავ საზოგადოებაში არსებობს ისეთი დრამატიზმით, მოდი დავიწყოთ ლაპარაკი ამაზე, რომ რაღაცები გაცილებით უფრო რთულად არის, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ჩვენ დაწყებული გვაქვს. მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ გარკვეულწილად აი ეს გეოპოლიტიკური რეალობა უნდა შემოვიდეს რა, იმიტომ რომ გასაგებია რომ 2008 წლის შემდეგ და მოწყობები ვიყავით. და მოწყობი სახელმწიფო იყო საქართველოს, ობიექტურად ავიღოთ. ეხლაც შეიცვალა უკრაინის ომით და რაღაცები რესურსები გამოგვირჩნდა.
თორე დღესაც კი 9 საათი ჭირდება ხო რუსულ ტანკებს რომ საქართველოს ორ ნაწილად გაყვან. დღესაც კი და ეს საშიშროება დღესაც არსებობს, ასაც არ გამქრალა. მაგრამ აი აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ეგ უბრალოდ ხა მოდი ვიმსჯელოთ. აი ეს არის მაკეინის ინსტიტუტის დირექტორი ლორა თორნტონი, რომელმაც თუ ქართულ ოცნებას დაემუქრა პრაქტიკულად, უთხრა შავდღე გელოდებათ, რომ მოკლედ ის მაკეინის ინსტიტუტია, სადაც გავჟონა ინფორმაციამ, რომ გვამიჭირდებოდათ, ხო? იმისთვის რომ პროცესი შეცვლილიყო. ალიევმა თავის დროზე მიიღო ესეთ დადგენილება რამოდენიმე ორგანიზაცია, რომელიც აწყობდა ტრენინგებს, საქართველოში აწყობს ეს ორგანიზაცია ტრენინგებს, ის აკრძალა აზერბაიჯანში. ქართულ მხარემ, შენი აზრით, უნდა იყოს უფრო რადიკალური თუ ესეთი პოლიტიკით, უბრალოდ ხილების პოლიტიკის უნდა ვიყოს და დავიცვათ თავი. იმიტომ რომ აი პერმანენტურია თავდასხმა, ხო? ნუ კაი ერთხელ ძლიერი ხარ, ორჯერ ძლიერი ხარ, სამჯერ ძლიერი ხარ. სადღაც ხო შეიძლება სისუსტემ რაღაცა გაარღვიოს, საიდანაც გაარღვიოს რა ესეთი. ანუ გარანტიები ხო გჭირდება რაღაცა ის რომ ესეთი რაღაც ორგანიზაციები არის გავლენა არ ექნება პოლიტიკას. ნუ ერთი ძალიან სასახადოებრივი შემოწმება შეგვიძლია თქვათ, რომ ქალბატონი ლორა უკვე ძალიან დიდი ხანია გვემუქრება ქართულ ოცნებას და ნუ მის და სამწუხაროდ და ჩვენგან საბედნიეროდ ის რაცაც გვემუქრებოდა არასოდეს არ ამხდარა. რაც შეეხება ინსტიტუტებს და მაკეინის ინსტიტუტს და ნუ ნეოკონების ინსტიტუტებს, რომელიც ნეოკონების ინსტიტუტებს რას გულისხმობ? ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ წარმოდგენას გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებში, რომ ესე იგი აი ამ ამერიკის ჰეგემონიის ინტერესების ირგვლივ უნდა იტრიალოს მთელმა სამყარომ, ხო? ამ წარმოდგენას პოლიტიკურ კლასში ცალსახად და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა ყველა მხრიდან არ აქვს, თავისთავად ცხადია. ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი პოლიტიკოსების და ისინი, ვინც ახლა ახალი ადმინისტრაცია საკმაოდ კარგად მიგონია, ცნობიერებს იმას, რომ ესეთი დამოკიდებულებით ამერიკა თვითონ კარგავს საბოლოო ჯამში გავლენას, იმიტომ რომ აშინებს მესამე სამყაროს ქვეყნებს და იმ ქვეყნებს, რომლებიც სადაც ამერიკული გავლენები ისეთ ძლიერი არ არის, როგორც ტრადიციული არ არის ყოველ შემთხვევაში, როგორც თავში სხვა ქვეყნებშია და ისინი ირჩევენ აბსოლუტურად სხვა გზას დაუშვათ მათი ჰეგემონიის გასაგრძელებლად. პირობითად ავიღოთ. ნეოკონების ჯგუფი არის ყველაზე აგრესიული ჯგუფი, ხო, ამ საგარეო პოლიტიკაში, რომლებიც აწყობენ გადატრიალებებს, რომლებიც აწყობენ აკერმანი იყო ჩამოსული. აკერმანი რო იყო ჩამოსული მათ შორის და ნუ ასე შემდეგ, ნეოკონების ეს თქვათ ეს ახალი ლიბერალური პოლიტიკები, უბრალოდ ნეოლიბერალური და ნეოკონსერვატიული პოლიტიკები, რომლებიც აღებულია გეზი ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ხნის წინ აიღო გეზი ამან. დღეს გადახედვას ექვემდებარება. დღეს პრაქტიკულად ტრამპმა ამის რევიზია მოახდინა თავის დისკურსით, ხო? ანუ მათ შორის გადატრიალებების მოწყობის თვალსაზრისით არაერთხელ ახსენა, ხო, ტრამპმა, რომ ამერიკის საქმე არ არის სხვა ქვეყნებში ისე ჩარევა, რომ იქ ხელისუფლებები შეცვალოს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში იქ მოდიან მე ისეთი ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო აუარესებენ სიტუაციას. მაგალითად ის, რომ ამერიკა არ უნდა შესულიყო ერაყში და ის ტყვილი იყო, როდესაც ამბობდნენ, რომ იქ ატომური იარაღი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამერიკის ესეთი ჩარევა შიდა საქმეებში ქვეყნებისა, ამ მხოლოდ ამერიკის ამ შემთხვევაში ის ნეოკონსერვატული ჯგუფები არიან ევროკავშირშიც, ხო, რომლებიც მე გაძლიერდნენ, ისე დატრენინგდნენ, რომ დღესაც ამ დისკურსში არიან და ვერ გადადიან ამ დისკურსიდან, რომ დღემდე გონიათ, რომ ანუ ეს აგრესიული პოლიტიკა მუშაობს. სინამდვილეში ეს პოლიტიკები არ მუშაობს, იმიტომ რომ ამ პოლიტიკებმა ჩვენ რეგიონში მოიტანა ბევრი ომი. და დღეს ჩრდილოეთით და სამხრეთით ჩვენ ომები გვაქვს, ხო? ანუ ეს იყო გადაყირავება ასადის რეჟიმის. ეს არის მიმდინარე დაძაბულობა, რაც არის ირანში, ეს არის ომი ისრაელში, ღაზას სექტორში, რა ვიცი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ანუ ბევრი პრობლემებია ჩვენს ირგვლივ. თუ რომელიც მეტწილად და მნიშვნელოვანად შექმნილია ამ აგრესიული პოლიტიკების შედეგად, ხო? და ის მე ძალიან დიდი იმედებს მაძლევს ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მაგ თვალსაზრისით, რომ მათ შეიძლება უფრო სხვანაირად დაინახონ, სხვა კონტექსტში დაინახონ ეს საკითხები და ჩვენთან მიმართებაში დამოკიდებულება და რაც შეეხება უშუალოდ ასაკრძალეთ თუ არა რაღაცა, ხო? მე მაქვს ესეთი პოზიცია რა. ჩვენთვის მაგალითი ვერ იქნება აზერბაიჯანი ცალსახად, მაგრამ შეიძლება რაღაც ეტაპზე აზერბაიჯანიც იყოს მაგალითი. თუ საქართველოს ნაციონალური ინტერესებთან აგრესიულ კონფლიქტში მოდის გარკვეული ორგანიზაციების საქმიანობა და
აქ შეიძლება ამან წარმოუშვას კრიზისი იმ დონის, რომ ჩვენ უსაფრთხოება შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა, ანუ ეგზისტენციალური საფრთხე დაგვიდგეს, ნებისმიერ ორგანიზაცია უნდა აიგრძელოს ასეთ შემთხვევაში. მაგრამ თუ ისინი არ გაცდებიან, ბუნებრივია, აი ამ რაღაცა დაშვებულ ნორმებს და რაღაცა ფარგლებს, თავისთავად ცხადია, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ასეთ ორგანიზაციებს და რა ვიცი, მაგათაც სხვა რა ინტერესები აქვთ, ხილებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა უნდა იყოს თუ არა საქართველოს ეროვნული რაღაცა იდეა ერთ-ერთი რომ საქართველოში მეტი აღარ მოხდეს გარედან ინსპირირებული რაღაც რევოლუცირებები და სამხედრო გადატრიალებები. ანუ ჩვენ ახლა რეალურად ხო ვიცით რომ 91 წელსაც გარედან იყო ინსპირირებული 2003 წელსაც და ახლა რაც იყო მცდელობები, ისაც გარედან იყო მხარდაჭერილი, ხო? ხა წარუმატებელი იყო, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ეს რომ საქართველოს აღარ იყოს გადატრიალებებისა და ხავერდოვანი რევოლუციების ქვეყანა. ხო, ჯეფრი საქსმა ძალიან კარგი რაღაცა თქვა ამ საკითხზე, ანუ იმ ინტერვიუში არა, რომელიც ქართულად არ ნათარგმნია, ერთ-ერთი ინტერვიუა, სადაც ამობს შემდეგ რაღაცას, რომ თუ ქვეყანაში გადატრიალება არის შესაძლებელი, ის ქვეყანა მინიმუმ უახლოესი 10 წლეულების განმავლობაში ვერ შედგება სახელმწიფოდ. იმიტომ რომ თუ შენი ინსტიტუტები ისეთი სუსტია, რომ ამ ტიპის შარევებმა შეიძლება ძალიან დააზიანოს იმ დონეზე, რომ სახელმწიფო ჩამოიშალოს, ანუ შენ სახელმწიფო არ გაქვს. ანუ ჩვენ ახლა ვიცი, ახალგაზრდების რაღაც გარკვეულ ნაწილს ძალიან უხარია ხოლმე და იძახეს, რომ აი პოლიციელები დაიღლებენ და ჩვენს მხარეს გადმოვიდნენ. პოლიციელი თუ დაიღალა და სახელმწიფო გადატრიალება შედგა და პოლიციელი თუ ჩაბარდა, როგორც ინსტიტუტი, თუ დამარცხდა, ჩვენ მინიმუმ 30 წლით უკან მივდივართ. უკან მივდივართ არა იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა ეკონომიკურად ჩამოვიქცევთ. ეკონომიკურადაც ჩამოვიქცევთ, მაგრამ მივდივართ გაურკვეველ მდგომარეობამდე, როდესაც ხო სირიიზაცია რა, ეს არ გაურკვეველი შეერაღებული ჯგუფები. იმიტომ რომ არავინ დათმობას არ აპირებს, როდესაც ქართულ ოცნებას აქვს ხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ხარდაჭერა, პროფესორ დამომრჩეველთა ხარდაჭერა. საქართველოს ოცნება ესე ფეხი-ფეხზე არ გადაიდებს და არ დააკვირდება და არ უყურებს იმას, როგორ ხდება მისი, ასე ვთქვათ, დელეგიტიმაცია ძალადობრივი გზით. მათ შორის ის ჯგუფები, რომლებიც რადიკალურად არიან განწყობილი და საერთოდ მათთვის წარმოუდგენელია იმ ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლა, ვინც იქნებიან ბენეფიციარები ამ გადატრიალების, ვინ იქნება გადატრიალების ბენეფიციარი. მაშინ ორი რაღაცაა საჭირო, თუ ლოგიკურად გავყვეთ რა. პირველი მაშინ ისტორიის რევიზიაა საჭირო, უახლესი ისტორიის. რომ ეს ყველა აი 91 წლიდან დღემდე შეფასდეს როგორც გარე გადატრიალებები რა, სახელმწიფო გადატრიალებები. რევოლუციის სახელები მოცილდეს, იმიტომ რომ არანაირი რევოლუციები არც ვარდების რევოლუცია და აი ხარ რასაც აპირებდნენ რევოლუციის სახელით, ეგენი არ იყო და გადატრიალება იყო. ხო, გადატრიალებები იყო, სახელმწიფო გადატრიალება იყო. დაფინანსებული დრამატურგია მართული და ასე შემდეგ. და საქართველოში იყოს მხოლოდ ერთი წესი რა, ეგ იყოს ეროვნული იდეა, რომ საქართველოში ძალაუფლება სიცვლა არის მხოლოდ არჩევნების შედეგად შესაძლებელი და არა სხვა საშუალებები. ჩვენ თუ გვინდა როდისმე გქონდეს სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, უბრალოდ სხვა სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ ისეთი სახელმწიფო, რომელსაც ყველა ნატრულობს, სადაც არის სიმდიდრე, სადაც არის ადამიანის უფლებები და სადაც არის ადამიანური ღირსება და დემოკრატია, მაშინ ჭირდება ის, რომ საქართველოში გადატრიალებები არ მოხდეს. თქვენ წარმოგიდგენიათ საფრანგეთში გადატრიალების მოხდენა? არა. საფრანგეთში ნებისმიერი მცდელობა გადატრიალების მოხდენისა ამ მოხდენას, ანუ ამ გადატრიალების მცდელობას შეხვდება ძალიან ბრუტალური ძალა. ისევე როგორც გერმანიაში, ისევე როგორც შვედეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და შემდეგ. ძლიერი და გამართული სახელმწიფოების გადატრიალება არის შეუძლებელი. თუ ჩვენ გვინდა მქონდეს სახელმწიფო, ჩვენ სახელმწიფოში გადატრიალება შეუძლებელი უნდა იყოს. და მე ხა არ ვიცი ეს პროპაგანდა მაინც აბნელებს ადამიანების გონებას, მაგრამ ძალიან მარტივია განსაზღვრო და შეაფასო რეალურად გვაქვს თუ არა სახელმწიფოში ისეთი მდგომარეობა, რომ გადატრიალება არის აუცილებელი. თუ დესპოტიაში ვცხოვრობთ დაუშვით რა. სადაც არის რაღაცა ერთი მართველი და რომელიც ჭამს ადამიანებს და დაუშვათ მთელი პოლიტიკური კლასი მის დაქვემდებარებაშია, ეკონომიკა მის დაქვემდებარებაშია, თუ არ არსებობს თავისუფალი აზრის გამოხატვის სივრცე, არ არსებობს თავისუფალი მედია, ამ გარემოში ხوار ვცხოვრობთ რა. პირიქით ხო? ჩვენი ქვეყანა დღეს არის ყველაზე დემოკრატიული რეგიონში. არ არსებობს უფრო ახლოს მდგარიც კი. გვაქვს თავისუფალი მედია. აზრის გამოხატვაში არავის ხელს არ უშლიან.
პოლიტიკური პარტიები რამდენიც გინდა იმდენი არსებობს. მათთან დაფინანსება გაცილებით უფრო ლიბერალურია ვიდრე სხვა ქვეყნებში. არ აუქმებენ ტელევიზიებს, არ აუქმებენ პოლიტიკურ პარტიებს თუ რაღაცა განსაკუთრებულ სიგიჟეს არ ჩაიდენენ, ხო? ანუ ამ ვითარებაში, როდესაც ვიღაცა ლაპარაკობს იმაზე, რომ გარდაუვალია ხელისუფლების ცვლილება, არის უბრალოდ ან დაინტერესებული ადამიანი, ან სულელი. მოდით ცოტა გადავიდეთ თემაზე. ტრამპმა განაცხადა ეგეთ ნიუსია, რომ მოკლედ აკრძალავს სქესის ბავშვების სქესის შეცვლას. ეს ნიშნავს თუ არა გლობალურად, როგორ გონია ზოგადად აი რა უწოდოთ, LGBT იდეოლოგიას უწოდებენ, ხო? ამის როგორც იდეოლოგიას მე ხა იმ ხალხთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეგეც ვაცხადე, მე მაქვს პრობლემა იმაზე, რომ ეს არის იდეოლოგიასთან მაქვს პრობლემა რა კონკრეტულად. ეს არის თუ არა, ნუ ყოველ შემთხვევაში ამ იდეოლოგიის დასასრულს დასაწყისი. ნუ ახლა ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო LGBT და იდეოლოგიის და ზოგადად ეს ამერიკაში არსებული ლიბერალური დისკურსების და წარმოსული გარკვეულწილად იდენტობის პოლიტიკების რღვევის დისკურსი. არის ტრამპის შემოტანილი საერთოდ გლობალურ უახლოეს ბოლო პერიოდში, ხო? როგორც მნიშვნელოვანი საკითხი და მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც არის გადასაჭრელი, ხო? ტრამპი ყოველთვის იძახდა იმას, რომ ნუ LGBT ასე თქვა აქტივისტები არიან ყველაზე აგრესიულებიც კი მას შეხვედრია, იმიტომ რომ ნუ ყველაზე მეტად ისინი არიან ხოლმე მის წინააღმდეგ. ისევე როგორც საქართველოში, ვინ არიან დღეს ბარიკადების პირველ ხაზზე, ხო? ადამიანები, რომლებიც არიან აი ამ რაღაცა იდენტობის პოლიტიკების ნაწილი. ჩვენ უნდა აუხსნათ მაყურებელს რა განსხვავება უმცირესობებს, სექსუალურ უმცირესობებს შორის და LGBT ესე თქვა იდენტობებს შორის, იდენტობის პოლიტიკებს შორის. ესე იგი გადაწყვიტა რაღაც გარკვეულმა ჯგუფმა, არ ვიცი, დასავლეთში, რომ ესე იგი ეს სექსუალური უმცირესობები უნდა შეუქმნას მათ იდენტობა, რაღაც კონკრეტული იდენტობა, შეუქმნას მათ იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის დროშით უნდა დააფინანსოს ეს ხალხი და ნუ მოკლედ წარმოაჩინოს ეს როგორც ემანციპატორული პოზიტიური დისკრიმინაცია აწარმოოს. ხო, პოზიტიური დისკრიმინაცია აწარმოოს და მათ ხელში ჩაუგდოს აბსოლუტურად დიდი ნაწილი მედიის, ჩაუგდოს ხელში რაღაცა მორალის და ეთიკის რაღაცა მორალის პოლიცია. ხო, მორალის პოლიცია, ანუ პირველი ვინც რაღაცას რო დაწერ, პირველი ვინც შემოგივერთება, ეს რაღაცა იდენტობის პოლიტიკებში რაღაც იდენტობის ჯგუფები, რომლებიც დაფინანსებული არიან ყველანი აბსოლუტურად რაღაც საზღვარგარეთიდან და ეს ადამიანები გამონათებენ, რომ აი შენ სისხლისმელი ხარ, მოგწონს ხალხს რო ცემენ და ნუ ასე გიჟე რა, ეს პირველი ადამიანები არიან, ვინც პირველი გიწერენ კომენტარს Facebook-ებზე. ყველაზე აგრესიულები არიან, ხო? და ანუ საუბარი რაზეა? ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს ორი მნიშვნელოვანი რამე, რომ ერთია პოლიტიკური აქტივიზმი LGBT ჯგუფების და მეორეა სექსუალური უმცირესობების უფლებები, რა. სექსუალური უმცირესობების უფლებები არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით, ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები, ისეთივე თანასწორები, როგორც ჩვენ და მე და შენ ვართ. მაგრამ პოლიტიკური აქტივიზმი LGBT დროშით არის აბსოლუტურად სხვა რაღაცა და ხშირ შემთხვევაში ექსტრემიზმში გადადიან. იმიტომ რომ მათი მიმართება საზოგადოების სხვა წევრების მიმართ აბსოლუტურად ნულოვანი ემპათია აქვს და ყველაზე აგრესიულები არიან. ნუ შეუძლებელია რა ამ ადამიანებთან ხშირ შემთხვევაში კომუნიკაცია. იმიტომ კი არა რომ მათ რაიმე ტიპის ისე აქვს პრობლემა აქვს ფიზიოლოგიური. არა, იმიტომ რომ ისინი არიან იდეოლოგიზირებულები და არიან აგრესიული აქტივისტები. მეც ესე ვფიქრობ, ახლა პრინციპში მინდოდა რაღაცა შეწინააღმდეგება, მაგრამ ვერაფერზე ვერ შეგიწინააღმდეგე. ბოლოს მოდი დავასრულოთ, რადგან ბოლოსკენ მივდივართ. აი პრეზიდენტის გამოსვლით, მოკლედ ნახე შენც პრეზიდენტის გამოსვლა და ნახე ამ გამოსვლაში, რომ 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს ბიზინა ივანიშვილთან, კობახიძესთან ახალ არჩევნებს. პირველ შეკეთება რატომ 29-მდე და მეორე როდესაც გავად ეგ დრო 29 შემდეგ. წავა, როგორ გონი ეს ბლეფია ახლა რასაც ესეკეთებს თუ რაღაცა შანტაჟის რაღაც მექანიზმია თუ მართლა აპირებს წინააღმდეგობას. მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდი სალომე ზურაბიშვილის კრიტიკისგან ელემენტარულად იმის გამო რომ ძალიან დიდი როლი მაქვს ნათამაშები მის არჩევნებზე რომ მას მოეღო. და ნუ უბრალოდ ჯიუტი ადამიანი ვარ და უკან არ ვიხევდი და ნუ რაღაცა ხვდებოდი რომ ძალიან საშიში ქალია,
ძალიან სასიშკალეა ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყნისთვის. აბსოლუტურად არაფერი მას საქართველოსთან პრაქტიკულად არ აკავშირებს. ის არის პირდაპირი მოვლენილი აგენტი. ანუ ის მოქმედებს როგორც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი. პირდაპირი გაგებით. ანუ წინაზე რაღაც შეფარვით ამას ვამბობდი რომ რაღაც სხვანაირად არის და შემდგომ, მაგრამ არა. ის არის ძალიან სახიფათო ადამიანი, რომელმაც მოუწოდა ბავშვებს გამოსულიყვნენ აგრესიულ აქციაზე და მიიღოთ მონაწილეობა. ამ აქციაში, იმიტომ რომ მას ესმის, რომ ბავშვების კონტროლი გაცილებით რთულია და ბავშვები შეიძლება რაღაც ეტაპზე თუ მათ სწორად იდეოლოგიზირებას მოახდენ, იყვნენ ძალიან აგრესიულები. ადვილია, რთული არა. ხო, მართალი ხარ, ადვილია. ამიტომ ნახე მე რა ისე თქვა მინდა საბოლოო ჯამში რომ ეხლა ეს სასაცილო განცხადებაა ეხლა საბოლოო ჯამში რა უნდა გააკეთოს ფეხების დახვა დააბაკუნებს ანუ როცა დადგება 29 ამოეწოდება საპრეზიდენტო მანდატი გამოუთავენ შუქს და ხო გაიყინება იმაში გამოვა გარეთ ანუ ხო ჩაიკეტე რამდენი ხნით ჩაიკეტე ნუ არ ვიცი სიგიჟე აბსოლუტურად რას დაპირებს ვერ ხვდები ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები გააგრძელებენ მუშაობას ეს ქალი წავა თავის ქვეყანაში საფრანგეთში და იქ გააგრძელოს მემუარების წერა არაფერს არ ვერჩით, უბრალოდ ჩვენი ქვეყნის რყევას და ნგრევას თავი დაანებოს უნდა უბრალოდ რა. და რაც შეეხება ამ განცხადებას ხარ რომ სახსახლეში დაიბარა ბიძინა ივანიშვილი, ნუ ეს გიჟი არ ვიცი, კომიკურიც არ არის რა. არა ჯანსაღი უბრალოდ ამას ლაპარაკი. ჩემი აზრით 29-მდე იმიტომ აპირებს, იმიტომ უნდა რომ ეს პროცესი, ეს თქვათ 29-მდე მოგვარდეს, რომ თვითონ დარჩეს თავისთავად ხადა პოლიტიკაში, ეს ერთი და მეორე ალბათ რაღაც რადიკალური გაკეთებას აპირებს მანამდე, პროსტურად თუ არ მოხდება დავშეთ ეს შეხვედრა, რა ვიცი, რადიკალური აღარ უნდა გააკეთოს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამით გაინადგურებს თავს. მისი მთავარი ამოცანა არის მისი კარიერის გადარჩენა და ამ კარიერის გადარჩენა არის ერთადერთი საშუალება, რომ დარჩეს პრეზიდენტთან პირველ პირად პოლიტიკურ იერარქიაში. რა საინტერესოა თვითონ არჩევნებში მთავარი პრობლემა ვიცი იყო ის რომ ომზე რამოდენიმე განცხადება ქონდა. ალოგიკური რა იქ პარტია სხვა რაღაცას ეუბნებოდა რომ ეს ამაზე არის ლაპარაკობდა და გამოდიოდა და პირველ რასაც ამბობდა ომზე ლაპარაკობდა. და ეხლა აბსოლუტურად სხვა პოზიციებზე დგას ეს ქალი და ანუ იმის თქმა რომ ადრე პატარა იყო და მე გაიზარდა და გააცნო არა კარიერისტია რაც კონკრეტულ მომენტში ჭირდება იმას ილაპარაკებს მის კარიერას რაც დაჭირდება და ძალაუფლებაში ყოფნას იმას ილაპარაკებს და არის ძალიან სახიფათო ნუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა ყველას უნდა ესმოდეს რომ საქართველოში ესეთი რამე არავის არ უკადრია და ბავშვების აქციაზე არავის არ დაუძახია რა ეს ძალიან სახიფათო ზღვარია რაღაც ეტაპზე წითელი ხაზები არსებობს ამ საზოგადოებაში რომ არ შეიძლება რაღაცების კეთება მე ხა სადაც ვაშაძემ ის თქვა რომ შვილებს მოუწოდა რომ შობლები დაგმეთო ეს ეგეც საჯარო განცხადება პრინციპში არ მახსენდება შეიძლება ეგ შიდა ლაპარაკები იყო მაგრამ ეს საჯარო განცხადება შობლები შეარწმუნეთ თუ დაგმეთო ნუ ეს არის ეს რა პრაქტიკულად ეს არის რომ ადამიანებს უვარდები ოჯახში რა და ანუ ბავშვებს უჯანყებ ოჯახებს მეტი ბოროტება რა შეიძლება ადამიანმა მართლა მაინტერესებს უბრალოდ ხო შეიძლება რომ ამ დისკურსს მართლა გაგრძელება ქონოდა და მართლა ისე მოხდარიყო როგორც მათ სურდათ უფრო მეტად ბოროტება რა შეიძლება გააკეთო პოლიტიკაში რომ გითხრან რომ შენ აღარ უნდა იყო ამ პოლიტიკის ნაწილი დიდი მადლობა მადლობა იმედია თქვენთვის ეს ფორმატი საინტერესო იყო აქტიური გამოვიდა დინამიური იყო შემდეგში აუცილებლად იმას გავითვალისწინებ, რომ თქვენი შეკითხვებიც იყოს აქვს, წინასწარ ვიტყვი, ვინ იქნება სტუმარი და აუცილებლად ამ შეკითხვებს დავსვამ ხოლმე. იაქტიურად კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი და აუცილებლად განვიხილოთ ეგ საკითხები. მადლობა ყურადღებისთვის, მოვალ შეხვედრამდე.